საღამო მშვიდობის. ესე ვარ აი მეძინება. გაზსაც არა უშავს. ყავა მოვატანილი ნინოს ძლივს. მაღაზიები დაკეტილია. ჩვენთან ახლო აქ მაღაზიები რაც არის. ალბათ არ მყავს აი ესეთ პარკში რო ყრია რომ მე გადმოყრალი ნერვი. მე მიწევ ხოლმე რომ არ გადმოვყარო და მე შორინოს ნერვოზი ემართ. ანუ აი ეს ქსელური მაღაზია ახლო ქვემოთ არის მარტო რა და დამოწეულ რა ქვია მაღაზიას. ჩვენ წითელ მაღაზიას ვეძახით, თქო იდეაში წითელი აღარ არის, გადაღებეს, მაგრამ გარშემო წითელ მაღაზიას. და მინდა ვხარი ვეთი არ დაიზარო მიდი რა ყავა მომიტანე რა რომ წარმოვიდგინე რომ ხალხს სტუმრები მეყოლებიან. ხო და არ მექნებოდა ყავა. ცოტა ეს კოჩური გადავიტკიტო. სანამ აბადოში მყოფი ხალხი მიხვდება რომ ხალხი რაღაცა ერთია. რო ისა წყალი გაუშვი. აქ ძალიან ცუდი განათება არის და აი ეს ყვითელი თეთრი განათება უნდა დავაყენო რომ თვალებისთვის კაია, მაგრამ ისა. სულ ესე დავდივარდე რა კარგია ახლა. თეთრი ის განათება უნდა ისაუხნე რომ არა ჩანს რა, აი გადაღება რო გინდა აი ესეც სინათლეა და არა კაი. აი ადამიანი დაიბიკო ხალხი. 48 გრადუსზე დანაობს რაღაცა მგონი ბეჭვის გარეშე გამოვარ ბარბარე. აზრი არ იქნება არა. დავრეგულირე. ბაკაზე როცა გქონდა წყალი შეერთებული, მაშინ სხვანაირად უნდა დააყენო. გაიწფისო. ეს 24 საათიანზე როცა არის სხვანაირად. გარეთ ბოქეიპი ყალყიდადის. ხოდა მოკლედ ნინო მომიტანა ყავა რომ ხვალე დილითაც სანამ სტუმრები მომივლენ დილით ძალიან ადრე ავდგები და დავლიო და ცოტა აზზე მოვიდე და ხვალე დილით უნდა დავიდე ტოლმა. აუ ძალიან სასაცილო რაღაცა უნდა გითხრათ ეხლა ადრე მაი მე მგონი შენ დამიწერე რომ კადრში ისე ჩანსო რომ მე შენ გენაცვალე. კადრში ისე ჩანსო რომ ესაო გოგო არ იქნებაო და შევიცხადე მეთქი რა ძახი ამდენი თვე არის გოგოა. ისიც დამიწერეს ესეთ თბილი კატაო არ მინახიაო და მართალი ამდენი წელია კატები მიყავ. გოგო. მე და ბავშვობაში ესეთი თბილი და ესეთი კონტაქტში რო შევოდის არ ყოლი. გოგო. კიდე გოგო. აი ხო და რას ვამბობთ? წეღანა კი იქ შუაში ციოდა რაღაც რა გამოვიტანეთ მე და ნინო მაგეის კრამი მზეზე. დავდგით და ვისხედით და ესენიც ხო იცი ტრადიციულად ამოვიდნენ. რაღაცა მოფერებაში რაღაც ანუ როდესაც მოვიყვანე და შევხედე და დავასკვენი რომ 4-ვენი იყვნენ გოგოები იმის მერე ეგ იყო და ეგ არც მინახიად ხა აღარც დავინტერესებული ვარ რომ რა სქესია და ასო შემთხვევით რომ ნინო ეფერებოდა და გადაგორდა გადმოგორდა და რაღაცა შევხედე რა ორივე ბიჭია ეგ კი არა თეონოსმა მივწერო შავი კატარო გავაჩუქეთ რომ ეგეც ბიჭია ნახოს კარგად მე მგონი ისიც ბიჭია და ყველა ერთნაირი იყო და ყველა ბიჭი იქნება სავარაუდოდ აი ხობოდა წერ ინტერნეტი რა იცია ხო და ზოგადად სადღაცა 1 თვის და 2 თვის რო ხდება 2 თვის მერე მაშინ ეთყობა კარგად ხო და მე ხა იმ წუთას რო ვნახე სადღაც ალბათ რამდენი ხნისები იყვნენ ერთ თვემდე არც იყვნენ მე რო ყარებთან მომიყარეს და დავასკვენი რომ გოგოები იყვნენ და ეგ ყაღარც მინახი ხა
ამდვილად ხა მაგისთვის არ ვეღვიძებ რომ ნახოს ქესი ხო შემეშალაბები. ხო და ბიჭები მყავ ხო. გამიხარ და რაღა დაგიმალოთ. ცოტა იმ ეჭვი შემქონდა იმით რომ აი ეს რომელიც თბილი კატა არის, აი რაღაცნაირად უცბად იზრდება, ანუ დედალთან შედარებით დიდია. მაგასაკთან შედარებით დიდია. ნათა ვიეჭვე რა. და ვამბობდი, ვიეჭვი არა, რანაირად არის მეთქი ვამბობდი, რომ ეს არის დიდი რაღაცნაირად დიდად იზრდება, არა და დედალი კატა და ესეთი დიდი მეთქი ჩვენ თავს იმის მე აზრად არ მომსვლე რომ გადამემოწმებინ. მაშინ რომ ჩავთვალე საჭიროდ რა 99% ბიჭები არიან. ნუ სადღაც ერთი კვირის წინ 100%-ით გოგოები იყვნენ და რა ვიცი, დაბედოდოთ მოვლენებს. მეძინა ორ პირზე გამოვიძინეთ ხალხმა, ჯერ ბარბარეს ეძინა, მერე ლაშას და ივანეს ეძინან, მერე ნინოს შევთავაზე, ჩვენ სხვა დაგვეძინა მეთქი და ამათ რო გაიღვიძეს, ჩვენ მერე დავიძინეთ და სადღაც 6 საათისთვის გავუძერთ საათნახევარი მაინც მეძინა, კარგად გაგუდუს რა. გუში კარგად რა ფაქტურად არ ამძინები. მერე ავდექი, მაგრა და მეზარებოდა, იმერე დავასკვენი რომ იყო ბიჭი. კარგად გამოძინებულზე დავაკვირდი. მერე ავდექი ტრადიციულად მტვერსას რუტით შევიქროლე. ეზოდა რამე რუმეები მივგამოუგავე, ნაგავი გავიტანეთ. მივალაგეთ, მოვალაგეთ, ხვალებდი ერთად რო ავდგები, შევხედა და ხელი შევავლებ რა ხდება აქაურობას. სტუმრები რა, ნანი, ბიძინა, ღვიჩა, თამუნა, მარიამი და დამიანე მოვლე. დამიანესთვის პაწაწინა საჩუქარი, მაგ ბოდე უნდა ვაჩუქო. მე მიყვარს ბიცოლაწერი. მარიამი რო პატარა იყო, მაშინ მაგასაც უყიდე, მაშინ ოღონდ მარიამის არ მახსოვს. მეგონი ის იყო ნაცრისფერი იყო როგორც მახსოვს მაროსი სადღაცა სურათიც ამაქვს მაგრამ ეხლა არ მომაძებნი რომ მაინც ვერ ვიყო მაგრამ დამიანესი ცისფერია ერთი სამი კვირა არ გვინახე კარგად მოიზარდა და ხვალე ვნახავ ხო შეიძლება მეტიც აუ შემცივ დასავით არა ვიღაცა გირეკავდა ავაზე რო გახოდა მარიამი მირეკავდა ერთი სიტყვით ეგეთი ამბები წეღაში ვჭამე თევზი ძმრითა ის თავი რო განახეთ მიყვარს მეთქი და ნუ დიდად ეხა ხორცი აქვს მეთქი მაგას მოგატყვებ უბრალოდ აი ეს ძვლების როიტყვე ჩალიჩი მიყვარს და ძმაში ვაბანავე და ესა აი ესე დადის ახლა ეს თევზი. ჭამე ახლა შესაჭრელი ხო? ჭამე. ნუ არაფერი არა გვაქვს გასამზადებელი, სულ ყველაფერი მზადა გვაქვს ლაშამ დაამთავრე, გუში დამოხარშა ყველაფერი და დღეს შეანელა სულ ყველაფერი ჩაქაფული, არ მიჭამია. სურვილიც არ აქვს სირავდილო გითხრათ, მაგრამ სუდი მესია მონა. ხო თუ აი მარხვის მერე დიდად აი ხორცეულობასთან დაიხვალე ალბათ შევჭამ ნახოთ და დილით რო ვდგები ტოლმა მაქვს გამზადებულია ბიძინა მომიტანა ჩემო მამათილმა და ვაზის ფოთლისაც და მეორეც ლილოს დასახლებაში ყიდულობს ხოლმე მაგას არა ერთხელ არ მოუტანია რა ბევრჯერ მოუტანია და აი უგემრიელესია შეკვეთას მისცემს ხოლმე გაუკეთებ და წამოიღებ ძალიან გემრიელია სხვათა შორის ვაზის ფოთლის ტოლმა ზოგადად მიყვარს, აი ეს ვაზის ფოთლის სიმჟავე ძალიან მაგრად მიყვარს და აქ ვკრეფავდი ხოლმე რომ ჩვენ ვაზზე რა ნანი ვუკრეფავდი ხოლმე და ნანი აკეთებდა ჩემი დედამთილი. გარეთ ხავდა მე ესე როგორც სალფეტკს რო ვალაგებ, ხო იცი ესე დაალაგებ და ერთი 10 ცალს თუ 20 ცალს თუ რაღაცა იქე დაახლოებით და გადაახვევდა ძაფით შეკრავდა და იმაში ბანკაში ჩაალაგებდა ხოლმე ნახე აუ ხვალე ჯონჯოლიც უნდა ჩავდო აუცილებლად დამარილდა უკვე ის ხონდა გავხსნები ხო და ის დამარილდა ახალი და ხვალე მაგათ დიდი არაფერი უნდა ჩავტერო და წამოვადო ერთი და всё იმაში სტერილიზაციის სავით ხო და ესე ჩაალაგებს რაც ჩაეტევა მე
მაგალითად ნახევარ ლიტრიანზე ალბათ ერთი სუფრის კოვზი არც კი ბოლომდე სავსე ასე გადალესილი მარილი და წყალი და ესე სტერილიზაციას უკეთებთ ხოლმე და მე კარგად ვიყენებთ. მე მითხრეს ესეც, რომ უფრო ადვილიაო და რაღაც დაკრიფავ, არ გარეცხავ, ჩაალაგებ შრალად პარკებში, აი ესეთ ხლად და წარმოიდგინე ხო არაფერს არ იკავებს ადგილს. და ჩადებ ეგრე საყინულეს შეკრავდეთ, საყინულეს ჩადებ. მე რო გამოიღებ, მდუღარე წყალში გაატარებ და იგივეაო. ეგე არ გამიკეთებია სინამდვილე კიდე. ვაპირებდი წელს, მაგრამ აი ესეთი პატაწინა ფოთლები რაღაცა იმ მზის გარო დაიწვა რაღაცნაირი ფოთლები ქონდა, არა ქონდა ის. კაი, 1-10 აირჩეოდა ალბათ და წელს თუ რაღაცა ეგეთი კაი საქმე შემოვიქროლებ იმით, რა ქვია, კიბით და დავკრიფავ აუცილებლად. მაგრად ვიყენებ ხოლმე და ზოგადად მარხვაშიც მე არ გამიკეთებია სინამდვილე რო გითხრათ, მაგრამ ჩემ დედამთილი აკეთებდა ხოლმე სამარხო ტოლმას, ბრინჯი და გრეჩიხას მოხარშულს ერთმანეთში არეულს გატარებულს და შენელებულს ესე ძვირფასად და კაი გებუქონა ხოლმე. კაი. ესეც დღევანდელი დღე. ჩაიერა წყნარად მშვიდად. ხალხი ეყობა კეიფობთ, ეტყობა კი არა, ეხა ფაქტია, იკეიფებდნენ. სუჟრიამულით დადიოდნენ მანქანები დღეს. ხვალ ალბათ გავშლი დაბლა. შეიძლება ეზოშიც გააჩნია ამინც. ძირთადად ეზოში ვშლით ხოლმე ამ დღეს რა, ხო და ნუ დღესაც კაი ამინდი იყო. თუ არა და კომცა საკეიფო ოთახში. ნახოთ. ამის ბიბლიოთეკაში ჩავიდა. ეს ნაბავი. უმერე გამახსენე ეს ჩაიარო სამდღეებმა და გავაკეთოთ. ზია, შენი რაჭუკარი. გავაკეთოთ ისა. რა ქვია იმას გოგო, მეგობრობის სრეული და იცი როგორ შევშიავსებ, რომ მიიტანდა მაგალითად ერთ-ერთ ბავშვს მისცემ. ან დასვენებაზე ან რაღაცაზე რა, იქვე შეავსოს ლამაზად. იმიტომ რომ ხას ადრესახში რო ვატანდით ხოლმე ერთმანეთს ძალიან ხშირად იყო რომ ფურცლები ამოხეული მქონდა ხოლმე და ერთმანეთს უფუჭებდნენ ხოლმე რა და არ მინდა რომ ეს რაღაცა ამასაც მოვიდეს მithmetes ესეთი. ხო, ანუ იცი როგორ იყო, აი დღეს წამოვიღებდით და ხვალ მივიტანდით. აკდავდებ. თორე საკლია 15. ის ვიდეო კაი ხნის წინ დავიწყეთ. ანუ უბრალოდ ჩავწერე და ვიფიქრე რომ ეხა გავაგრძელებდი მეთქი, მაგრამ ისეთი მაგარი რამე გავაკეთე, ისეთი მაგარი ჯერ ხო იცით რომ არ განახეთ მაგას და ეგ მაქვს მოსაწესრიგებელი და ბარბარემ კითხვები ჩავწერეო რაღაცაო და მოდიო ამას არ მიაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ რაღაცას ვაკეთებდი და კავშირში ათმების გაწეწვა. ხო და ბარბარემ რაღაცა კითხვებიო დავწერეო და მოდიო კამერაში უპასუხეო და არ ვიცი ახლა რა დაწერა. დავიწყოთ. კითხო. აი მაგალითად სკოლა გავასწრე და ელეს მასწავლებელმა დაგიერკა და იქიდან გაიგე. რას ვიზო მე? ხო, რა რეაქცია იქნება? აი მე სახში რომ მოვედი და იცი უკვე დარეკილი აქ. გეჩხუბები. რა რეაქცია უნდა მქონდეს? გეჩხუბები. მე გაგიშვი სკოლაში. ელისო მასწავლებელმა დარეკა. ბარბარი არ მოსულა სკოლაშიო და ნუ ჩაიარა ამბებმა და მოხვედი. მაგრად გეჩხუბი. რას გეტყვი? არ ვიცი ხა რას გეტყვი, მაგრამ რას გეტყვი არ იცი რას გეტყვი. ან გითხავს რა იყავი? როგორ არ გკითხავ, თან გეჩხუბები. აი. ანუ ეგ არ არის ლოგიკური პასუხი? აი, ეხლა მეორე. სახში რომ მოვიყვანო მეგობრები ისე რომ არ გითხრა. არიცი და მოვიყვანე და ეს სახში რომ ხვედი აქ იყო. ეგ ხო გაგიკეთებია და რა მე მგონი არ მიცემი, იგებიცები არ მიცემი, ბავშვებო არ მიცემია. ხო გაგიკეთებია ეგ. კი, რამდენიმე დღის. აი,
რას? აი სახში მოვედი, შევამხედე და პირსინგი მაქვს სახეზე გაკეთებული. არ იცოდი შენ. შემდეგი. არა, რეალურად გაქცე ხა მაგაზე პასუხი? მე კიდე ლაიფად ვიქნები მაგ თემასთან დაკავშირებით. ეგ მწადი მამა შენი გავიძე და იმას ეკითხე. არ შენ არ იქნები ლაიფად. არ გაგაკეთებინე. კიდე გეჭხუბები, მოგახსნევინებ. აი სახში რო ცხოველი კატანძახი მოვიდა. და ანუ რატომ ისმე მაკითხებს ახლა გეგმაში გაქვს და რაღაცა? არა უბრალოდ, აი ვიდეოში ვხდა, ეგ ეთქეოდნენ ისე. ხო, კაი. აი სახში რომ მოვიყვანო ცხოველი კატანძახი და მეთქი აი ნელა თქვი ხალხი ვერ იგებს. მეთქი ვიტოვებ. და თუ არ დამატოვინებ, ამასთან ერთად მივდივართ სახლიდან რა. შენ თქმე რა თქმა უნდა ისედაც ავტოვებ მეზობლის კატებს და ძაღლებს და ამის თქმე რა თქმა ისე დავტოვებ. კაი. და თუ არ დაგატოვინებ შენც მიდიხარ? ხო. მაგ შემთხვევაში არ დაგატოვინებ. მართლა. იქნებ წავიდეს. ერთი მჭამელი მომშორდება. ფეჩია გვინთია და ხალათები გვაფარია. აი შუა ღამეა 1-2-3 საათი და გავიღვიძე და გამოხვედი ოთახში არა სახში არა ვარა და ეს რაღაცას აპირებს. ეს რაღაცას აპირებს. ანუ ეხა 3 საათზე მე ბუძელნიკი უნდა დავაყენო ყოველ 3 საათზე თუ გიხი შევამოწმეს. ანუ შუა ღამეს სახლიდან გავიყარე რა და რას ისავ აი არ ვსახში და რას ისავ ხო მოხვალ. ხო და რას ისავ მე გავიგებ. ეს მე უკვე. რას? მაგრად აქცენ, ოღონდ მართლა. ხელი რო დამეღლება წიხლით აქცენ. ეს ის არის აქ გულახდილი საუბრები. სახში რომ მოვიდა გვიან. რა გადაეკიდი ამ გვიან მოსვლაზე და ღამე გაპარვაზე? პირველი არის. აი 12 აი მაგალითად სკოლაში ვარ გასული რაღაცა 12 პირველია და მაშინ მოვა. სკოლაში გაგუში 9-ზე და სკვერში თქო. სკვერში? არა, დაგირეკავ და მოგიყვან მანამდე არ გაგაჩერებ ნამდვილად. აი. რა გინდა სკვერში? სად სკვერი და სად სახლი? ნუ გააჩინე ხა თუ რაღაცა ღონისძიება და რაღაცა ხო, მაგრამ აი. თანსაც უყურები. ეხა ისევ ღამეზე და გაპარვაზე იქნება. არა. ან ორიანი ნელა. ან კიდე გამოსდაზე 5-ზე დაბალი რომ ვიყო არ დამოკლებებელი. ან ორიანი ისე. საკლასოში არა. მე რა უნდა ვქნე? შენ უნდა ქნე, შენ უნდა გადააბარო. არა, რას დავარაფერს მეთქვი? გეჩხუბი. ეს ხო ყველგან ის არის. ანუ რატომ უნდა მიიღო ორიანი? არ ვისწავლე და მივიღე რა. ხო, კაი, მე არაფერს არ გეტყვი სიტყვაზე, მაგრამ შენ თავმოყარება არა გაქვს? შეიძლება ვისწავლე და ინევი. რასო პირველი იქნება ეგეთი რამე. ინგლისურს ვასწავლე და ეგ წყალივით იცოდა და ჩავიდო და თხრაშ ორიანი მოვიდოდა საგ. იტყვები ახლა. ხო იყო ეგრე. ერთხელ. აი ზუსტად რო ვიცი რომ ყვებოდა გაკვეთილს ძალიან მაგრად ყვებოდა, ნუ ორიანი არ მიუღია, მაგრამ უდაბლესი ქულა მიიღო, ოღონდ ის ქონდა ეს შეგრძნება, ანუ ბავშვები რო უყურებდნენ, მასწავლებელი რო უყურებდა და რაღაცა და მე ვუთხარი რომ მაშინ შენ რაღაცა ისეთი გინდა, რაღაცა 5-ში უნდა ჩაგვსვან და იქიდან მოყვე გაკვეთილი, იმიტომ რომ 12 წელი ეგ უნდა იყო, ხო? ვიღაცა უნდა გიყურებდეს ოცაყვები და მე დაძლია ეს მომენტი, თორე გავუშვებდი 10-ზე იცოდა და 6-ზე მოდიოდა. აი, სახში მოვედი და არა, მე ვარი. სახში მოვედი და გეუბნები, ეს რაღაცა მაქვს, აი, რამენა და გეუბნები რომ მოვიპარე. აი რაღაცა რომ მოვიპარო რა. გაგატრიალებ უკან და საიდანაც მოიტანე, ჩაგაბარებინებ. კაი. თან ბოდიშით. და რომ მოხვალ გეჩხუბე. ნახე იმან გაიგო და გამოვიდა ხა რო გიყუროს. მერე? ნინო რა არის? კრიში ხორცი მაგაჭერი. იყო და დილაზე ჭამეშვილი. არა მოიცალე და დილაზე ჭამ. აი. სადღაც აი პირველი 2 საათი და სახში ვრეკავ. ღამე. ხო, მთვრალი ვარ და მე მოწამიყვანეს თქო. დაიცე ხე უნდა გავიაზრო.
ღამე მირეკავ პირველ 2 საათზე. ხო, ან მამას ვურეკავ და სასახლეში. ანუ ვიცი რომ სადღაცასა ხარ. ხო, აი მაგალითად ვიცი რომ მარიამთან ხარ დაბადების დღეზე ნინო უწო. და ხო, ნუ ვიცი. დალი. დალიერა ეხლა რა ვიცი. ჩემთანაც რო არიან ხოლმე გოგოები ვაძლევ იმის უფლებას რომ დალიო. რა თქო იყო რამდენიმე ხნის წინ რომ დალიგე წახან მიყვანეთ და ხო წამოგიყვანეს. ანუ თუ ვიცი რომ ხარ მაგალითად იქ მარიამთან იქ ელენესთან და ნუ იმ გოგოებთან და იქ დაბადების დღე და იქ რაღაცა შეკრება რატომაც არა. მეც ყოფილი ვარ მაგხელა და ვიცით რაც ახდები. და არც ისეთი ისინი არა ვართ ტირანიები რომ რაღაცა არ წამოვიყვანო. ნუ შეიძლება არ წამოვიწყოთ მანდ არც იბეთ. ხო. ხო სახში მოვედი და სხვა ფერის თქმა მაქვს. ანუ თქმა შევეღებე ისე რომ არ იცოდი. იგი მკითხვის გაგრძელება? ეს. აი თვრალი რომ მოგიყვანეს სახში და თან ფერადი თმით მოგიყვანე? არა. ანუ მეორე დღეს აჰა, წავიდა და სახში მოვედი სხვა ფერით თმით, ანუ შენ დავკითხავ თქმა შევიღებე რა. აი ახლა ძალიან ისეთ ფერი არა, აი მაგალითად შავი ან თუნდაც ისეთ ფერი მწვანე ყვითელი. ეს მეკითხება მე თმის შეებაზე, რომელსაც 38 წელი ჯერ არა ვარ, მაგრამ თმა არ შემიღები. გადაგპარსა. აი ეგრევე. უთქმელად. აუ გეფიცებ მართლა გავაკეთებ. დღე თუ ვერ დავჭერ რა გუდაწვება. როგორ ვერ დავჭერ ესა თუ გაბექცეს. სახში არ ვარ, აი გარეთ ვარ. ანკა გაგლეჭ. მესოდა? ხო, სახში არ ვარ და გარეთ ვარ და რომ მერეკა ვერ პასუხობ. ტელეფონი მაგათიშვი, ანუ რომ მერეკა ვერ პასუხობ და გარეთ ვარ და არც სადო რა. ვაფშე არ ვიცი სადა ხარ? ანუ გავედი ახლა გეუბნები აქ ავდივარ აქ ამათან ერთად ხო და 1-2 საათის მერე მერეკა და არ გპასუხობ. ეგ ჩვეულებრივ მოვლენა ამის რამას რო ულეკავ ან ზარი არ გადის ან გათიშული აქ ან ხმა აქ ჩაწეული რომ მოვა მე ვირეკა და კიდოდ ეგ და მეუბნები ყოველჯერზე მეუბნები მეორეთ რო დაგირეკავ და არ მიპასუხებ შენ დღე ნახე მაგრამ ეს ყოველთვის გრძელდება. აი ვარ მე 11-12 კლასში და გეუბნები რომ ეხა მე რამდენში ხარ? მე 9-ში. მოვედი და გეუბნები თუდად ისმის ეს ქაქანი. არ მინდა უნივერსიტეტში ჩაბარება და მინდა აი პროფესია. აი მაგალითად ცეკვას რო გავყო პროფესიულში მინდა უნივერსიტეტში არ მინდა. ნელაქენი ვერ ვიმახსოვრე. მე მიხდი. ხო ხა შენ თუ ექიმობა არ გინდა მე ხო არ ჩაგაბარებინებ რომ ექიმი გამოხვიდე და მაინდა მაინც და არა ნუ უნივერსიტეტი არ მინდა პროფესიული მინდა. თუ შენ დარწმუნებული ხარ რომ იმას გაყვები და იმით შენ მე ოჯახს მიეხმარების საკუთარ ოჯახს და იქ სხვის ხელებში შემყური არ იქნება ეგ შენი გადასაწყვეტი. მაგრამ შენ რო ცეკვის გამყოლი არ ხარ ეგეც ვიცი. რა ვიცი. ერთხელ იცი რას მეკითხებოდა? ეროვნულ გამოცდებს რო თავი აარიდოს რა რაღაცა. ისა სტილისტი რო გამოვიდე ეროვნული ჩავაბარო, არა მეთქი მოეწონა. რა იტყვი ბეგი არისო? მე რაღაცა მკითხა კიდე. რაღაცა მკითხა კიდე. სტილისტი არ შეგიკითხებოდა. რაღაცა მკითხა, რომელსაც ეროვნულები საერთოდ მე ისევ ექიმობაზე მკითხა და მაგას უნდა მეთქი და მე გადაიფიქრე. ექიმი მინდოდა და მე ძალიან ბევრი ხანი უნდა. სწავლაში მოკვდები. და მაინდა-მაინც მე უნდა ვიყო მე ამ პირველი პაციენტი და მე მოვკლას ახლა. მორჩა. აი არა ერთ წამი. აი წარმოვიდგინე, აი ესე მოვედი შენთან, დავჭექი და გეუბნები რომ ვიღაცა მომეწონა. რა რეაქცია იქნება? მე რა ვშულე უცხო პლანეტელი ხო არა, რა რეაქცია უნდა მქონდეს? რას იზო, რას მეტყვი? დამცინებ ხო? რასა დავცინებ? დამცინებ. რასა იოანეს დავცინე? ნუ მე ხო მაგრამ არა დაცინვა შენ ძალიან ხშირად ხმარობ ამ სიტყვას. აი ვიღაცა რაღაცაზე გაიცინებ, აი დამცი. არ არის ეგ. ანუ ვერ რაღაცაზე გავიცინებ სიტყვაზე შენ ქმედებაში თუ იმისი. ეგ არ არის ეს არის ერთგვარი რეაქცია. ხო, მაგრამ იონეს ხო დაცინე. იონეს ხო დაცინე. იონეს ხო რაღაცაზე თვითონ ეკუდება სიცილით და მე გამეცინება, მაგრამ იქნება. აი. ანუ არ დაგცინებ. შეიძლება გამეცინოს და რაღაცა, მაგრამ ხო დაცინო რა არა. დაცინვა და გაცინება სხვა და სხვა რა. აი გირეკავენ რა და შენი შვილია ჩხუბში არის, წამოწაიყვანეო, ჩხუბში მოყავა. ეგ შენზია ლაპარაკი ჯერ ბავშვობა გამახსენდა და ეჩვრო იბარებდა. რასა მაგრამ ჩხუბო. მომეხარებოდი.
ანუ სადღაციდან მირეკავ შენი შვილი ჩხუბობს და მე ჩამოხედეო? ხო, მალე მოდი. ხო, რა. აუ ეგ ვერ წარმომიდგენი რას ვიცი. რა ხსნა ვიცოდი, გავარკვევდი რათა ჩხუბობდი. კაი. აი ხა მოვედი რა და გოგო 18 შეკითხავ შენ რა თქვი? თუ 15-იო და არა. გაგძელდა? ორიღა. აი მოვედი ეს დაგიჭერქი და მეთქი სამუშაობას ვიწყებ და წავედი თქო რა. ანუ წავედი რა, მუშაობა მინდა თქო რა გითხრა რა რეაქცია იქნება. გაგიღებ კარებს. ეგრევე. და რატო უნდა დაგიშალო? თუ მუშაობა შენ სკოლის სწავლაში, ანუ სკოლის პერიოდში ხელს არ შეგიშლის, იმუშავე. რატო? კაი. არა. მაგრამ ვეკითხებ. კაია მუხტა. ჭამა. წავედი სადღაცას და წერო მეთქი, ანუ ღამე რომ მეგობართან დავჭე რა. დარდარჩი ახლა ელენესთან. დაბადების დღეზე გავუშვი დილის 3 საათზე და მეორე დილის 3 საათზე ძველი მოვიდა. არა, მაგდროს რა რეაქცია ქონდა მესენჯი. შვილო მაგ დროს მე ზოგადად მეორე დღისით გავიგე რომ შესაძლოა არიყავი რომ გამეღვიძე. ბავშვი გავუშვი 12 საათზე თქვენ თქვენ მოგიყევით. ой 12 რა. ყურადღებიანი დედა ვარ მეთქი 6 საათზე გავიღვიძე ბარბარის სახლში არ არის და ჯერ ვერ მოველიასე სად შეიძლება ყოფილიყო და მე ტელეფონი რა უნდა დამერეკა მესიჯი მე ვნახე. რეაქცია არ აქვს უბრალოდ და მოვიწყდა რომ სახლი გასული. მე ტელეფონი მიჭდება რა და რო გავიგვეწეთ რა და შეგცივდება წადი. რო გავიგვეწეთ ტელეფონი მქონდა 1.5% და Android-ის დამტენი არ მქონდა და სანამ დამიჯდება თქო დაურეკო ყველას მეთქი რა და ხან მარიამის ტელეფონით როკავ ხან ელენეს ხან ლიზას ტელეფონი და ბოლოს ხო დაგირეკე და ანუ უნდა დამერეკა ეხა მეთქი არც ვიცოდი მესიჯი ნანახი გქონდა თქო რა და მეთქი ეხა ეღვიძება თქო ნეტა იციან სადა ვარ თქო პანიკაში ვარ რაღაც მეთქი ეხა და ხო ვიცოდი სადაც იყავი. ხო მაგრამ მეთქი რა იცოდი მე მესიჯი არ ქონდა ნახე და გირეკავ ესე გირეკავ და შენ გძინავს ნახევარად მე ლაპარაკე მეთქი აი მე 6 საათზე ვნახე მესიჯი მე რა. მოკლედ ისა. წადით ახლა. მოდი გაკოცო და წადი. ნელა. ეხლა 3 საათზე უნდა ბუძელნიკი დავაყენო, რომ ამან ძალიან საიჭო კითხვები დაკისვა რა. ახლა შენ ასეთ მკაცრი დედა ხარ? კაცრი დედა ვარ? ეგ შენ უნდა დაგისვა კითხვა. მე ვფიქრობ, რომ ვარ. მე ვფიქრობ, რომ არ გაძლევ იმის უფლებას, რაც შეიძლება რომ შენი ტოლები აკეთებდნენ, მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ შენი ასაკის ბავშვი უნდა გააკეთოს, თუნდაც ის თმები შეღებვა, რომელიც ძალიან ხშირად აკეთებენ ამ ყველაფერს. შენი აზრით ვარ? ისე რა. მე რა ვარ? ეს მოვიდა. მოდი ახლა შენ უნდა დაგისვა. კითხვებით უნდა დაგისვას იმან ბარბარე ხარ მინდა. ზო გავთიშო? შეიძლება დაწვეთ ახლა და დაიძინოთ. ნანაი. გებშტობებთ ხალამდე. დილით ადრე ავდგეთ და ყავა დავდივით ერთად. დღეს ვაფშე